დადო, საგადასახადო დეკლარაცია შევსე? კი შევავსე. კანადაში სავალდებულოა საგადასახადო დეკლარაციის შევსება 30 აპრილამდე, რაც უკვე გავაკეთე. დღეს არის 20 თუ 21 მარტი და ჩემი საგადასახადო დეკლარაცია შევსებულია, ველოდები ბუღალტერს. კანადის ფედერალური და პროვინციული მთავრობა ავალდებულებს ყველა მოქალაქეს შეავსოს საგადასახადო დეკლარაცია. არ აქვს მნიშვნელობა კანადის მოქალაქე ხარ თუ უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით იმყოფები კანადაში. მთავარია კანადაში ცხოვრობ და მუშაობ, ესე იგი ვალდებული ხარ შეავსო ნებისმიერი დეკლარაცია. ეხება აბსოლუტურად ყველას, თვითდასაქმებულს, ჩვეულებრივ მომუშავე პერსონალს, რაც უფრო დიდი გაქვს შემოსავალი, მით უფრო დიდია შენი გადასახადები. მაგრამ არის ერთი პატარა მცირე რაც ჩვეულებრივი ნიუანსები, რომელიც ეხმარება დაუშვათ მოქალაქეებს ნაკლები გადასახადის გადახდაში. ეს არის რაღაც მომსახურეებზე თანხის გახარჯვის, სერვისებზე გახარჯული თანხის ჩამოწერა. მაგალითად, თუ თვითდასაქმებული ხარ და Uber-ზე მუშაობ, შეგიძლია საწვავი ჩამოწერო, შეგიძლია მანქანის დაზღვევა ჩამოწერო, შეგიძლია კრედიტები ჩამოწერო, მანქანას რაც ეხება. ოჯახს რაც შეეხება, შეგიძლია საბავშვო ბაღის ხარჯები ჩამოწერო, მედიკამენტები ჩამოწერო, რაც წლის განმავლობაში მიგიღია. და ასე შემდეგ, ნებისმიერი ხარჯი, რაც გონივრული ხარჯი რაც არის და რაც ეხება საოჯახო ხარჯებს, ან თუ თვითდასაქმებული ხარ, შენს ბიზნეს ყველაფრის ჩამოწერა შეგიძლია. ამის სჭირდება კაი საიმედო ბუღალტერი და შეგიძლია რაღაცების ჩამოწერა. მაგრამ ვიმეორებ, ისე არ მოხდება, რომ რაღაცა არ გადაიხადო. ნებისმიერ შემთხვევაში კანადა გავალდებულებს რაღაც თანხა გადაიხადო. ასე რომ, ოჩაღად მეყოლით, ნახვამდის.